კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ლიკუნა როგორ გაგვიხარდა შენთან მოსვლა მეც მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა აქვე მოვკალათდებით შეიძლება რომ ჩამოვიძდეთ ესე იგი ერთი ქალი რო ტრიალებს ახლა სამზარეულოში ჩვენ რო აქ უნდა დავждეთ და არა თქვენს არ დაგვსვა იცოდე არ დაგვსვა თქვენს იფუსფუსებს ჩემთან ერთად აუცილებლად ზურა რაღაცა ჩავარდი და თაკო ზემოდან დამყურებ ესე იგი ორი ქალი დამყურებს ორივეს კარგია რომ ამაღლდი მომწონს დღეს როგორც უკვე გითხარით ესე რთველი გადმოვიტანეთ ჩვენ სამზარეულოში მოვამზადებთ ტარტს რომელიც იქნება ასევე ყურძნის გულსართით მისთვის კი მოვამზადებთ მოხარშულ კრემს რომელშიც შემდეგ დავამატებთ ასევე ათქვეფილ ნაღებსაც და ძალიან ისეთი ჰაეროვანი კრემი გვექნება და პირველ რიგში ტარტის ცომის მომზადებით დავიწყე სადაც 2 კვერცხი 100 გრამ შაქართან ერთად და მწიკ მარილთან ერთად ავთქვები აქვე უნდა დავამატო 120 გრამი კარაქი და შემდეგ დავამატებთ უკვე 400 გრამ ფქვილს ერთ ჩაისკოვს გამაფხვიერებელთან ერთად და მივიღებთ იდეალურ ცომს ტარტისთვის რომელიც ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება და რა არის გასათვალისწინებელი ხო ცომი ხანდახან არ გამოდის ხოლმე ისეთი არა ზუსტად თუ საერთოდ საკონდიტროსთან მიმართებაში თვალით გაზომვა არ მუშაობს ყველაფერი უნდა იყოს ესე ზუსტად აწონილი ხო და ზუსტი გრამაჟი დაცული დროების ტემპერატურების ყველაფერი დაცული უნდა იყოს შესაბამისად და ტარტი ამ შემთხვევაში ფხვიერია ხოლმე მთელი ასე ვთქვათ მისთვის დამახასიათებელი ამბავი ალბათ ფხვიერია კი ბატონო და ესეც არის ესეთი ფხვიერი ცომის საკმაოდ მარტივი ვერსია აქაც უნდა დავიცვათ ის რომ კარაქი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის და ძალიან მარტივად მზადდება შემდეგ 1.5 საათი რა თქმა უნდა ცომი უნდა დავასვენოთ ეს ოთახის ტემპერატურის რომ არ არის და სტუდიის ტემპერატურის არის რამე ხო არ აგვეჭრება არა ჩვენ ხო სახლში ვართ სტუდიაში და შესაბამისად ოთახად კარგი ესე იგი დღეს მთავარი ინგრედიენტი გვაქვს ყუმისი უდიდებულესობა ყურძენი კი თუ საქართველოში სხვანაირად არის გამოვიდოდა ახლა ჩვენი ყურძნის და ღვინის 8000-ლიანი ტრადიცია და შემდეგ ყურძენს რამდენაირად იყენებდნენ კიდე ვინიცის და რამდენი რეცეპტი დაკარგულია და ჩვენამდე არ მოსულა, მაგრამ ძალიან მიხარია ის ტენდენცია, რომ ბევრი რაღაცა დგება და აღდგენის პროცესშია და კიდე მსოფლიოს გვიცნობს უკვე როგორც ღვინის სამშობლოს და ასე ვთქვათ სავიზიტო ბარათია მოდი შევთანხმდეთ ჩვენი. კი და მეორე ჩვენ გადაცემაში რომელიც ასევე ვახსენეთ, მისთვისაც დაგვჭირდება ცომი და ეს არის ცომი უკვე წინასწარ მოვამზადე და ეგ ვასვენებ. აქ არის 2 ჭიქა ფქვილი, 1/2 ჭიქა რძე, 1/3 ჭიქა წყალი, 1 ცალი კვერცხი გვაქვს დამატებული, შემდეგ რა თქმა უნდა მწიკვი მარილი, ეს ყველაფერი რო ჩავზილეთ, ბოლოს დავამატეთ 1 ჩაისკოვზი მცენარეული ზეთი და ესეთი კარგი სამუშაო ცომი მივიღეთ, როგორც ხედავთ. ეს მწიკ მარილს რო ვიძახით ხოლმე, მართლა მწიკვია თუ? კი, მართლა მწიკვია. კი, მართლა მწიკვია. სულ მგონია ხოლმე რომ რაღაცა აი არა, ამ შემთხვევაში მართლა სიტყვაზე ამბობთ, რომ მწიკვი მარილი, ყველაფერი მწიკვი მარილი როგორ უნდა? ორი მწიკვია. ამ შემთხვევაში სიზუსტე ძალიან მნიშვნელოვანია ლიკუნამ და მწიკვი ნიშნავს მწიკს. არც მეტი არც ნაკლები. კი ბატონო, ნამდვილად ასეა და თან ანუ ყველანაირ ტკბილს სჭირდება ეს მწიკვი მარილი, რომელიც ესე ვთქვათ, აბალანსებს. კი, და ჩვენ სტუდიას, როგორც ხედავთ, ალამაზებს გუდვილის სტენდი, რომელზეც განთავსებულია გუდვილის 3 ექსკლუზიური ბრენდი იტალიიდან კოპი, დიმარტინო და ფარკიონე. გუდვილის დახლებზე არსებული ხილბოსტნეული არის ქართველი ფერმერებისაგან წარმოებული, მოწმდება გუდვილის ლაბორატორიაში და მხოლოდ შემდეგ ხვდება დახლებზე. გუდვილში მრავალფეროვანი ასორტიმენტია ყურძნის ჯიშების, რომლითაც გავაფორმებთ დღეს ჩვენს ტარტს და ჩვენს კვერებსაც და გვექნება ძალიან არომატული კერძები, როგორც ხედავთ, აგერ ფერადი ყურძენი არის წარმოდგენილი. და არა მხოლოდ გავაფორმებთ, სხვათა შორის მეც გამაფორმებს ყურძენი გადაცემის პარალელურად. კარგი ადგილი შეგირჩევია პირდაპირ. რა გონიათ საკურატობობისთვის აქეთ მხარ. ესე იგი წინ რო წავიდეს ჩემი ეტაპი სულ 2 წამი რო ჩავრთო თუ შეიძლება. მაური უხდება სამზარეულოს პირიქით.
ისიც აღსანიშნავია, რომ როდესაც საუბრობთ ყურძენზე, ის ძალიან მარგებელია ჯანმრთელობისთვის, მით უმეტეს ახლა სეზონი გვაქვს და საქართველოს არც ერთი რეგიონი არ მოიძებნება ისეთი, სადაც სხვადასხვა ჯიშის, უამრავი ჯიშის ყურძენი გვაქვს და ყველა სასარგებლოა. ჯერ ერთი ის, რომ 80% ყურძენში წყალია და წყლით არის გაჯერებული, შემდეგ უამრავ ანტიოქსიდანტს შეიცავს. ყურძნის კანი სხვათა შორის ძალიან ყოფილა გულის ჯანმრთელობისთვის. და ყურძნის ციპცი სილამაზისთვის ამდენ პროდუქტში სილამაზის ინდუსტრიაში ჯანმრთელობისთვისაც. მისებები არ დაუკარგოთ ახლა დარწმუნებული ვარ რომ პირველი რაც გიზიდავს ეგ არის ახლა და ხო ნუ ახლა მე მაგისთვის ვჭამ თაკო სასარგებლო როა თორე განა გემო მომწონს. და საერთოდ უნიკალური პროდუქტია იმითაც რომ უბრალოდ ანუ დანახარჯის გარეშე შეგიძლია გამოიყენო აი ყველა მხრიდან შემდეგ ჭაჭათ აქციო ღვინო გააკეთო ასეც მიირთვა დესერტებშიც მიირთვა სილამაზის რაღაც პროდუქტებშიც აი არ ვიცი ეს გარეცხილია თუ არა მაგრამ იმდენად კატკატა და კამკამა არის რომ რაღაცნაირად მიმიზიდა და მივირთმევ. ძალიან კარგი. მიირთვი გემრიელად, დაგვრჩება საკმარისი გვაქვს სტუდიაში და ამასობაში ჩემი ცომი, რომელიც აქ გამზადებულია, ცოტა ხანი ისევ მაცივარში უნდა დავაყოვნოთ. აი, ახლა ამ ცომსაც უკვე ვზელებ ფქვილთან ერთად და შემდეგ ამასაც დავასვენებ ცოტა ხანი მაცივარში და უკვე დავიწყებთ ასე ვთქვათ მომზადებას იმისთვის, რომ იყოს ერთი ცომი მზად გამოსაცხობა და მეორე იმისთვის, რომ იყოს მზად მოსახარში. ლიკა, აქ მე ვხედავ ასევე ომბალოს, რომელიც არის პიტნას რა. ხაიმე, ეს პიტნა. რატო ომბალოში რატო ამერია? პიტნის პიტნა გვაქვს ძალიან კვეთლად. ხო, პიტნას და ომბალოს პრინციპში თავისი სურნელებიდან გამომდინარე, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დანამატია, რაღაც ესეთი ინგრედიენტია. ანუ ყემალში გიყვარს ომბალო? სასწაულად, აი გიჟდები, მართლა ამას რაში ვიყენებთ პიტნას? გასაფორმებლად გამოვიყენებთ ჩვენი, ესე ვთქვათ, დესერტების და სურნელისთვის. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ამასობაში ჩვენი ცომი მზად არის, ორივე ცომი მზად არის, ერთი სანამ მაცივარში ისვენებს. ხო, ძალიან კარგი და მარტივი ცომი არის, ზუსტად აი ესეთი გულსართიანი რაღაცეებისთვის და ამიტომ ვურჩევდი მაყურებელს, რომ ჩაინიშნოს, მეც ძალიან ხშირად მადგება ხოლმე. აი უბრალოდ ესე გავაფრთხელებთ ჩვენი ვარენიკებისთვის, რომლის გულსართიც არის ყურძენი, ფერადი ყურძენი, ნებისმიერი და სხვათა შორის არის მოხარშული წიფწიც, რაღაცნაირ კიდე უფრო საინტერესო გემოს ძენს ხოლმე, რომ მოიხარშება და თბილი იქნება ეს ჩვენი ყურძენი, ეს წიფწიც ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, ხომ არ გინდათ თქვენც რომ გააკეთოთ? ასე პირდაპირ კი შეგვიძლია და ნახე მე როგორ მარტივად გავაკეთეთ. ხო, ძალიან კარგი. როგორ კარგი. მე მიყვარს ლიკონას მომზადებული კერძები განსაკუთრებულად იმიტომ მიყვარს რომ გარდა იმისა რომ ძალიან გემრიელია და ესთეტიურად გამოიყურება ყოველთვის არის ესე სხარტად მარტივად მოსამზადებელი და არ ვიცი როგორ ახერხებს ხოლმე ამ ყოველთვის მაგრამ მაინც აი ეს ამ ყველაფრის კომბინაცია ძალიან მახალისებს ხოლმე იმიტომ მე არ მიყვარს მე რო კარგია ესთეტიკა და ის ნორმები რაც ჭირდება სამზარეულოს რომ დაიცვა ყოველთვის დაცულია არ შემოგვიშვებს სამზარეულოს ლოკაციაში თუ ხელი არ დაგვაბარინა თავიდან ყოველ ჯერზე აბა ეხლა მე ვცდი და მე ესე ჩანგლით უნდა გავაკეთოთ ერთი წუთით აიცი რა ეს ისეთი რამე ამას ხელთათმანებით ვერ გააკეთებ უბრალოდ უნდა იგრძნოთ ცომი. ხო, კი, ანუ ძალიან აი, ჩანგლების შვება. მეთქი რანაირად ქნა ეს თქო და კიდევ დაუფრჩხილე. სხვათა შორის ჩანგლი და ეს დაჩხლეტები იმაშიც ეხმარება. არა, ზურა ესე არა, ესე დააწვინე, ხო. ეხმარება რა соуსი თუ კარაქს მოვასხამთ თუ რაღაცა უფრო კარგად მჯდება შიგნით. და ხრაშუნაც იქნება ალბათ ეს ნაპირები. არა, ხრაშუნა ვერ იქნება, მოხარშული იქნება და ძალიან დიდხანს ბოლოს. მაშინ კიდევ ერთი ბოდიში, აი შეხედეთ, როგორი სილამაზე გავაკეთე, აი გამოარჩი. არა, შენი მაინც ბევრი რამე გვაქვს მაცივარში. აუცილებლად, სანამ ლიკუნა მოსულა. ძალიან ლამაზია, ზურა, ოჩახ, ულამაზესია. აქვე გვაქვს კრემისთვის
ყველაფერი გამზადებული, რომელსაც შემდეგ უკვე ტარტში მოვათავსებთ, ზურა ულამაზესია, შეგვიძლია უკვე ცოტა ხანში წყალი დავადგათ და დავიწყოთ მოხარშვა ჩვეულებრივად მარილიან წყალში. იმდენად ლამაზია, რომ მოუხარშავა და შეჭამ ადამიანი. კი, მართლა ლამაზია. რაც შეეხება ტარტის ცომზე უკვე მოვყევით, ახლა მინდა რომ კრემზე მოგიყვეთ. კრემი არის ჩვეულებრივი ტრადიციული მოხარშული კრემი, სადაც დაგჭირდება ვანილი, დაგჭირდება რძე 500 მილილიტრი, შაქარი 200 გრამი, ფქვილი 40 გრამი, რაც დაახლოებით 2 სუფრის კოვზია და 4 ცალი კვერცხის გული. შემდეგ, რა თქმა უნდა, უკვე ამ მოხარშულ მასას და ჯერ კვერცხს და შაქარს ვთქვებთ, შემდეგ ვამატებთ უკვე ცხელ რძეს, წამოვადუღებთ შესქელებამდე და შემდეგ უკვე, როდესაც გაცივდება, გაგრილდება ჩვენი მოხარშული კრემი, ამ შემთხვევაში დავამატებთ 10 ქვეფილ კარაქს და 10 ქვეფილ ნაღებს. 100 გრამი საკმარისი იქნება, ამას გადავუღებთ და ორას ვამატებ ხოლმე. ჰაეროვან კრემს მივიღებთ და უკვე გავაფორმებთ ჩვენ ტარტს და რაც შეეხება ტარტს, ცომი მზად გვაქვს, ასევე ძალიან მარტივი და ესეთი შენ კი დაგიგემოვნებია ესეთი ცომის ტარტი თუ გახსოვს. კი, მახსოვს. მე ყველა შენს მიერ მომზადებული კერძი მახსოვს. სახლში გულისხმობ აქ არა. სახლშიც მახსოვს. აი ესეთი ფხვიერი და ეს არის ბაზა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. ნებისმიერი რაღაცნაირი ესეთი ღვეზელის პეროგის მომზადება, როდესაც ფხვიერი, იცი როგორ გემრიელია, იცი როგორ გემრიელია. მაგრამ ის ალუბლით იყო, ხო? კი, ის ალუბლით იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გავაკეთებთ კრემით და მე დაგეხმარები. კი, ზურა ეს შენთვის მოვამზადე. ზეითუნის ზეთი გვჭირდება იმისთვის, რომ ფორმას გადავუსვათ და რა თქმა უნდა, წარმოგიდგენთ გუდვილის ბრენდს Farkiones, რომელიც ტრადიციულად ჩვენ სამზარეულოს ამარაგებს, რა თქმა უნდა, გუდვილი და ეს ბრენდი არც თუ ისე დიდი ხანია რაც შემოგვიერთდა, გახლავთ იტალიური ბრენდი, რომელსაც აქვს ორი სახეობის ზეთი, გაფილტრული და გაუფილტრავი. აქედან ორივე გამოიყენება სალათებზე მოსახმარებლად, ცივ თუ ცხელ კერძებში ნებისმიერ შემთხვევაში არის ძალიან კარგი და ესეთი ნეიტრალური გემოსი და შესაბამისად გამოიყენება მარტივად კერძებში. სამზარეულოშიც კი ბატონო. მნიშვნელოვანი ადგილი. კი და ის და გარდა იმისა, რომ იტალიური ბრენდებით და კომპანიებით ვართ ესე წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ქართული ბევრი პროდუქტი არის ყოველთვის წარმოდგენილი და რაღაცნაირად ჩვენ დიასახლისებს მეტი რა გვჭირდება, როდესაც ვიცით, რომ სანდო და შემოწმებული პროდუქტია და მხოლოდ შემდეგ ხდება დახლებზე. ასევე ჩვენი ფხვიერი ცომი აგერ მზად არის და შეგვიძლია რომ ცოტა აქ გავაფრთხილოთ და ისე გადავიტანოთ, ან პირდაპირ ესე აქვე ფორმაში მივცეთ ფორმა. პირდაპირ ჯობია. კარგი, მაშინ აქეთ წამოვიღებთ თქვენს ნებართვით. შეგიძლიათ. ამებს გადმოვდგამ. და შემდეგ უნდა დავჩხლიტოთ ჩანგლით და გავუშვათ ღუმელში გამოსაცხობად. სულ ეს არის. ზედაპირი მაინც და მაინც სწორი არ არის, ხო მნიშვნელოვანი ლიკონა. გასწორდება მაინც, იცი რა, ეხლა ის რომ გაცხელდება, ცოტა მაინც ფორმას შეიცვლის და მე უბრალოდ ამოვიყვანე ესე გვერდებში. საკო ბზინვარება ხო არ გინდა ცოტა? და ეგ არის. ხოდა მიმატე. ხრაშუნა ზედაპირი ვახსენეთ და იდეალურად ხრაშუნა ტარტი გვაქვს ჩვენ ბატონო. ერთი წამი უნდა გაგაგონოთ. აქვს აი არაჩვეულებრივი გემო. მე მართლა ვერ წარმოვიდგენდი აქამდე რომ ყურძენი შეიძლებოდა აი ესე ვარენიკებად გვექცია. კი, ძალიან საინტერესოა და თუ თქვენ გინდათ რომ ეს შემოდგომა შემოიტანოთ სახში, მაშინ გირჩევთ რომ იცით როგორი გემო აქვს აი რაღაცა თბილი ახლა დამოვლებული ჩურჩხელის ოღონდ შიგნით ყურძენია. იდეალური გემო ქონია, მინდა. ოღონდ ნიუზის გარეშე, ათხილის გარეშე. ფელამუში შეიძლება ითქვას. კი, ხო, აი ფელამუში, მოხმელამუში. აი ამით დავიწყეთ დღევანდელი ჩურჩხელის მეთქი ნიუზის გარეშე და ჩურჩხელა ნიუზის გარეშე ფელამუშია. დადაექტებში მარტოშენი არ არის. სამქვილიც აქვს შიგნით. კარგი. გავედით ნელ-ნელა ჩვენ. რა ვქნათ ახლა ჩვენ? მე მგონი დამშვიდობების დრო არ აგდებს ხელიდან. კარგი, რამდენიმე წამი შევისვენოთ და შემდეგ დავამშვიდობოთ მაყურებელს. ჩვენი ფუსფუსი გამოვიდა 100%-ით გემრიელი. კულინარიული რუბრიკის სპონსორია გუდვილი, იტალიური ბრენდის კოპის ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში.